შესანიშნავ შვიდეულს წარმოგიდგენთ. სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია და ჭიათურის მუნიციპალიტეტი. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ჭიათურიდან და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი. ეთერშია ინტელექტუალური თამაშის შესანიშნავი შვიდეული. მოგესალმებით ყველას. დღეს მეორე ტურის მორიგი თამაშია. სანამ თამაში შეუდგებოდეთ, მოდი გავიცნოთ დღევანდელი თამაშის მონაწილე გუნდები. მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდი მეშვიდე. ჩვენ ვართ მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდი მეშვიდე. ჩვენი გუნდის წევრები არიან ანია ბულაშვილი, ნინო გაგიძე, გუგა გველესიანი, კეთი კოჩაძე, რაშა წუწკილიძე, ეკა პაპიძე და მე გუნდის კაპიტანი ნიკა გაგიძე. მინდა აღნიშნო, რომ მეშვიდე ჩვენი თამაშის ძალზე ერთგულია. განსაკუთრებით მისი კაპიტანი. მე რომ არსებობდეს პრიზი ერთგულებისთვის, მე ალბათ ვაკუთვნებდი მეშვიდეს კაპიტანს. მივესალმოთ მეშვიდეს. ნიგოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწივი. მოგესალმებით, ჩვენ ვართ ნიგოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწივი. ჩემი გუნდის წევრებია ნათია ლაბაძე, მერაბი სამხარაძე, მურთაზ ტექნაძე, მერი სამხარაძე, ნაია ლაბაძე, ირმა ლაბაძე და მე გუნდის კაპიტანი მირიამ ბლაშვილის სკოლის დირექტორი ქალბატონი მერი ბაბიძე. მე თქვენ სახელში ცოტა ცვლილებას შევიტანდი. არწივები. თქვენ არწივები ბრძანდებით. ისურვებთ წარმატებას. ხალიფაურის საჯარო სკოლის გუნდი ევრიკა. ჩვენად ხალიფაურის ნომერი პირველი საჯარო სკოლა, გუნდი ევრიკა. ჩემი გუნდის წევრები არიან მარიამ გაფრინდაშვილი, ქეთი მიროტაძე, გიორგი ბეჟანიშვილი, ციცო გაფრინდაშვილი, მირანდა კატიტაძე, ერეკლე მიროტაძე და მე გუნდის კაპიტანი ანა გაფრინდაშვილი. ისურვებთ წარმატებას. კაცხის საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი. მოგესალმებით, ჩვენ ვართ კაცხის საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი. სკოლის დირექტორია ბატონი ჯამბულ ყიფშიძე. გაგაცნობთ გუნდის შემადგენლობას. ოთარ ჩიხელიძე, ელისო ცერცვაძე, ლილი ლოლაძე, სალომე ცხოვრებაძე, ნათია ცერცვაძე, ხატია ლოლაძე და მე გუნდის კაპიტანი მარია მოდებაძე. მეტეორი ჩვენი თამაშის დებიუტანტია. მე ვიცი მეტეორის შემოსვლა ჩვენს სივრცეში რას ნიშნავს. მე მჯერა რომ ისინი მართლაც მეტეორივით შემოვლენ ჩვენს თამაშში. უსურვოთ წარმატება. სკოლა ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი. მოგესალმებით, ჩვენ ვართ სკოლა ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი. ჩვენი სკოლის დირექტორია ქალბატონი ცისადა ნიჟარაძე. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში კი შედიან ნუგზარ ჭიღლაძე, გიორგი სუქნიძე, იოსებ გაფრინდაშვილი, გიორგი შიკვილაძე, ნინო აბესაძე, თეონა გველესიანი და მე გუნდის კაპიტანი გიორგი აბესაძე. მოკლე კითხვა ჩართვა მხოლოდ თქვენთვის. თქვენი მონაწილეობის ყველაზე დიდი მიზანი რა არის თქვენ თამაში? ცოდნის მართალია, მეც ასე ვიტყოდი. ჩვენი პრიზის გარდამავალი პრიზის დაცვა. უსურვოთ რომ მათ დაერთოთ ღირსეულად. ეს გახლავთ ინტელექტუალური თამაშის შესანიშნავი შვიდეული. უნდათ ხო მოემზადონ თამაშის პირველი კითხვისათვის. პირველი კითხვა. ყვებიან ასეთ ისტორიას. როდესაც ჟოზეფინა ბუარნემ ნაპოლეონ ბონაპარტი გაიცნო, ამ უკანასკნელის ჯარისკაცული მანერებისა და სიდაბლის გამო ჟოზეფინა მიგის საყვარელი ზღაპრის პერსონაჟს შეადარა. გიმეორებთ, ჯარისკაცული მანერებისა და სიდაბლის გამო მან ზღაპრის პერსონაჟს შეადარა ნაპოლეონ ბონაპარტი. ყურადღება შეკითხვა. დაასახელეთ ეს ზღაპრის პერსონაჟი. წამზომით ჩაირთო.
განკუთვნილი 1 წუთია მოიწურა. ვიპასუხებს მე-7 საჯარო სკოლის გუნდი მე-7. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩექმებიანი კატა. აი ეს პერსონაჟი რომელსაც ყავდა ნაპოლეონი. ჩექმებიან კატას მიამგავსა ჟოზეფინამ ნაპოლეონ ბონაპარტი. და ვინ დაასახელეს ზღაპრის ეს პერსონაჟი პირველად? თქვენიდან. შევჯერდით. შეჯერდით. პირველი მაინც ვინ იყო? არამხელენ. თავიანთ მოწინავეს არამხელენ. დასახელდა ჩექმებიანი კატა. ჩექმებიანი კატა. ნიკოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწივები. ჩვენ ამ შეკითხვაზე არ ვიცოდეთ ზუსტი პასუხი და დავაფიქსირეთ კაპიტანი ჰუკი. კაპიტანი ჰუკი. მართლაც რატომაც არა კაპიტან ჰუკს შეადარა ნაპოლეონი ბონაპარტი. ახალი ვერსია კაპიტანი ჰუკი. ხალიფაური საჯარო სკოლის გუნდი ევრიკა. უპასუხებს ქეთი მიროტაძე. ქეთი ევრიკა აღმოაჩინა. ჩვენ დავწერეთ მაგნატუნა, მაგრამ მქონდა ვერსიაც რომ ჩექმებიანი კატა იყო. და ვისი იყო ჩექმებიანი კატა, ვისი იყო მაგნატუნა? შეჯერებული აზრი. შეჯერებული აზრი. და დააფიქსირებ მაგნატუნა. მესამე ვერსია მაგნატუნა. აცხის საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი. უპასუხებს ელისო ცერცვაძე. ელისო. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ჩვენ დავაფიქსირეთ ზიბიდი. რომელი? ზიბიდი. ასეთი პერსონაჟი რომელიც ზღაპრიდან არის. მე ბოდიშის მოხდით მე არ მახსოვს. თუ მას შემახსენებთ ამ პერსონაჟს ან დაიმეს ზღაპრიდან? ეს ანიმაციური ფილმი, ეს არის ზიბიდი, რომელსაც ერთ-ერთი ყინულის კაცია. დაფიქსირდა? ზიბიდი. მეოთხე ვერსია, სულ ახალი. სკოლა ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი. ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს გიორგი სუქნიძე. გიორგი? ჩვენი გუნდის აზრით ეს არის მაგნატუნა. მაგნატუნა. მეორეჯერ დაფიქსირდა მაგნატუნა. ყურადღება, კითხვის სწორი პასუხი. მე ეხლა კიდევ ერთხელ დავწუდი რომ გამოცდილებას ჩვენ თამაში მონაწილეობას მოაქვს ინტელექტი და ცოდნა. სწორი პასუხია ჩექმებიანი კატა. სანამ მეორე კითხვას დავსვამდეთ თამაში, მე მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენი თამაშის ორგანიზატორია სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია და ჭიათურის მუნიციპალიტეტი. თამაშის მხარდამჭერია მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი მალხაზ წერეთელი და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი. ჩვენი თამაშის მასპინძელია ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლა. ყურადღება, ჩვენი თამაშის მეორე კითხვა. მურიელ ბარბერის აზრით, თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში სწორედ ეს ნივთი ცვლის კრიალოსანს. ევგენი ბელიკოვმა კი მას თანამედროვე ოჯახების განხეთქილების ვაშლი უწოდა. ყურადღება შეკითხვა. რის შესახებაა საუბარი? წამზომი ჩაირთო. გაკუთვნილი დრო ამოიწურა. კითხვაზე პასუხს მოგვაწვის მე-7 საჯარო სკოლის გუნდი მე-7. ლაშა გაგცემთ პასუხს. ლაშა. აბა განხეთქილების ვაშლი კრიალოსანი. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილების სწორი პასუხია პულტი. პულტი რომელი პულტი? ტელევიზორის პულტი. და თქვენ მართლაც ხშირად არის კონფლიქტის? კი, როგორ არა? არის, შეიძლება იყოს. მის ზედავებით ხონდა. ნუ ოჯახში ეხლა დავისი. და ეს რაც ვაშია კრიალოსანი. ანუ კრიალოსანს ხელში რო ათამაშ შექცევის. შეიძლება რომ იყოს. არის სიმართლის მართვალი. მართვალია თუ უზარმაზარი ბიბთვი, ამას ცოტა ხანში შევითხოვთ.
დაფიქსირდა პულტი. ნიგოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწივი. კითხავს უპასუხებს ირმა ლაბაძე. ჩვენ ამ კითხვას დავაფიქსირეთ ფული, რომ ძველ დროში იმ ლოგიკით ვიმსჯერეთ, რომ ძველ დროში ნივთები ტყიდლობდნენ რაღაცას და დღეს ნივთები ფულმა შეცვალა. რეალობსაც კი არ ფლიან ათამაშებენ, მაგრამ მიგულისხმოთ დათვლა. და ფული ხშირად ოჯახში განხეთქილების არის. ბევრი ფული თუ ცოტა ფული? აი, ცოტაა და ბევრი ხშირად. ბევრი ხშირად. გაყოფაზე შეიძლება წკუბი დაებართო. ცოტაზე ხომ არის და არის. ახალი ვერსია, ფული. ხალიფაური საჯარო სკოლის გუნდი ევრიკა. უპასუხებს ციცო გაფრინდაშვილი. აბა, ციცო. თქვენი აზრი? ჩვენ დავაფიქსირეთ თილისმა. თილისმა. და თბილისმაზე რატომ არის დავა? ყველა თავი თილისმა უნდა ოჯახში გაიტანოს? სხვა ვერსია არ ქონდა და დავაფიქსირეთ თილისმა. არის მოსალოდნელია იყო თილისმა. დაფიქსირდა თილისმა. კაცხის საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი. ამ კითხვაზე უპასუხებს ოთარ ჩიხელიძე. გამარჯობა, ჩვენ ამ კითხვას დავაფიქსირეთ კომპიუტერი, რადგან ჩემი აზრით ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ოჯახში ხეათება ისეთი ფაქტი, რომ კომპიუტერის გამო ხშირად ბავშვებსაც ოჯახის წევრებსაც შეიძლება კამათი მოუვიდეთ და თანამედროვე განხეთქილების ვაშლი შეიძლება აქედან მივსჯელოთ რაღაც პასუხებს მივიდეთ. და იქაც კლავიშები იქაც არსებობს, თუ არსებობს პულტი, არსებობს კომპიუტერი. რა თქმა უნდა, ჩვენ დავახსენეთ მე კომპიუტერი. ძალიან მინდა რომ დაგეთანხმოთ და სწორი პასუხიც იყოს თქვენი პასუხი. ხშირად მომდის ხოლმე კონფლიქტი ჩემ პატარა გოგონასთან. სულ დავაგვაქვს რომელი დავიდეთ კომპიუტერთან, იმას თამაში უნდა, მე რა ინფორმაცია მჭირდება და დავაგვაქვს. არის განხეთქილების ვაშლი. ახალი ვერსია კომპიუტერი. სკოლა ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი. ჩვენ ვეთანხმებით მე-7-ს გუნდი მე-7-ს მიერ გამოთქმულ აზრს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი იყო სოციალური ქსელები, იმიტომ რომ ამ დროს დღევანდელ დროში ძალიან დიდი განხეთქილება არის ოჯახებში ამის გამო. სოციალური მდგომარეობა. მაგრამ აი კრიალოსანთან როგორ არის კავშირი? დროის გასაყვანია კრიალოსთან. კი ბატონო. და რატომ ეთანხმებით მე-7? რაღაც უფრო ლოგიკურად ჟღერს. ლოგიკურად ჟღერს. და ლოგიკური დაშნებული პრობლემები არსებობს. და ჩვენ ქონდა საუბარი საგანზე, ხო? კარგი. დაფიქსირდა სოციალური ქსელები. ყურადღება, სწორი პასუხი. სწორი პასუხი დარბაზში იყო. კვლავ გამოცდილება. სწორი პასუხია. თამაში მესამე კითხვის დროა. მესამე კითხვა ტრადიციულად მათემატიკას ეხება. ვამზადოთ ჩანაწერებისთვის პასტა ფურცელი. ყურადღება, მესამე კითხვა. დამისახელეთ ყველაზე დიდი რიცხვი, რომელიც 25-ზე გაყოფისას განაყოფში გვაძლევს 20. წამზომი ჩაითო. შეკითხვისათვის გაკუთვნილი დრო ამოიწურა, გვიპასუხებს მე-7 საჯარო სკოლის გუნდი მე-7. ჩვენ დავაფიქსირეთ 524, იმიტომ რომ 25-ზე გაყოფისას განაყოფში მივიღებთ 20 და ნაშთი იქნება 24. ვაი. მაშინ 500. დაფიქსირდა? 524. 524. ნიგოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწივი. ამ შეკითხვას შევესწრები მე გავსურვდი სწორი პასუხი და რამდენად სწორია არ ვიცი, მაგრამ დავაფიქსირეთ 5000. 5000 მოიმატა. იქ იყო 524, 5000. თითქმის გაათმაგდა. ახალი ვერსია 5000. ხალიფაური საჯარო სკოლის გუნდი ევრიკა. უპასუხებს ისევ ციცო გაფრინდაშვილი. ჩვენ დავაფიქსირეთ 519. 519. ახალი ვერსია 519, ახლოს 524-თან. რატომ 519? არ ვიცი შევწდით თუ რა, მაგრამ
არ ვიცი ზუსტად რა ვიცი თუ სხვა ხრით წავედით, მაგრამ ასე დავაფიქსირეთ. 519. რა საინტერესოა, რომელ მხარეს წახვედით? თუ მასწავლით კარგია. მე მომწონს ეგ მხარე. ანუ 5 დაფიქსირდა? 519. 519. კაცხის საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი. ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს ხატია ლოლაძე. ძალიან შევეცადეთ რომ სწორი ვერსია გამოგცნო და ჩვენ დავაფიქსეთ 1020. 1020? 20. საიდან მიიღეთ 1020? მაგრამ ვაძლევ? განაყოფ 1020 რო გავყოთ 25-ზე. განაყოფ 20-ია? 1000 რო გავყოთ 25-ზე და აუცილებლად რჩება ნაშტი 20. 20 მე ნაშტი არ მithქვავ. ნაშტი 1000-ში არ მithქვავ მე. მე ვთქვი რომ მიიღება განაყოფში 20. ჩვენ კითხვა გავიგონეთ სხვაგვარად. მეტეორი. დაფიქსირდა 1020. სკოლა ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი. უპასუხებს ნუგზარ ჭიღლაძე. ნუგზარ. ჩვენ 500 ვივარაუდეთ, იმიტომ რომ ამ მომენტში ნაშს არ მივაქციეთ ყურადღება და განაყოფში 525-ზე გაყოფისას ვიღებთ 20. ნაშს თორ მიაქციეთ ყურადღება. რომ ივეგექციათ რა სიზამთრით. დავწერდით ალბათ უფრო დიდ რიცხვს და უფრო შევჯერდებოდით 524-ს. რატო? 25-ზე გაყოფისას 20 არის და 24 ნაშტი. 24 ნაშტი შეიძლება? 25-ზე გაყოფისას? არა. შეიძლება. ყურადღება? სწორი პასუხის მიგნება ძალზე მარტივი იყო. მე ვთქვი რა 25-ზე გაყოფისას განაყოფში 20. მათი ნაბრავი რა არის 25-ის და 20-ის? 25-ზე გაყოფისას ყველაზე დიდი ნაშტი რა შეიძლება იყოს? მაშინ რა ყოფილა ეს რიცხვი ყველაზე დიდი? 524. 524. ძალიან ახლოს იყო სწორი გზით მიდიოდნენ გუნდი ევრიკა, მაგრამ მე რომ მეთქვა 20-ზე გაყოფისას განაყოფში 25, მაშინ იქნებოდა პასუხი 519. რას ვიზავთ? ამჯერადაც ქულა დაიმსახურა მე-7 საჯარო სკოლის გუნდმა მე-7. მე მინდა ისიც დავაფიქსირო რომ მე-7 სულაც არ არის მე-7. ჯერჯერობით პირველობს დღევანდელ თამაშში. ყურადღება, თამაშის მეოთხე კითხვა. 2003 წელს კალიფორნიის შტატის გუბერნატორად გახდომის შემდეგ არნოლდ შვარცნეგერმა შეწყვიტა კინოში გადაღება. იცით თქვენ ეს ფაქტი? ვინაიდან ამას კრძალავს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არის ერთი გამონაკლისი. არნოლდ შვარცნეგერს ეკრძალებოდა კინოში ნებისმიერი როლის შესრულება. გარდა ერთისა. თქვენ უნდა დაასახელოთ ეს როლი. წამზომი ჩაითო. შეკითხვისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. გვიპასუხებს მე-7 საჯარო სკოლის გუნდი მე-7. ანი გაგცეთ პასუხს. დავაფიქსირეთ გუბერნატორი. რატომ გუბერნატორი? ნუ, როცა სამსახიობებს თავი დაანება, გახდა გუბერნატორი. ზიგი, მას არ ეკრძალებოდა გუბერნატორის როლის შესრულება. ისე როგორ უნდა ეკრძალათ? თვითონ იყო. დაფიქსირდა გუბერნატორის როლი. ნიგოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწივები. კითხავს პასუხებს ნაია ლაბაც.
ჩვენ დავაფიქსირეთ პოლიტიკური თანამდებობის პირი. პოლიტიკური რომელი პოლიტიკური თანამდებობის მაინც პოლიტიკური თანამდებობა უამრავია. გუბერნატორის იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თავის თამაში მოუწევდა. და თქვენ დააფიქსირეთ ზოგადად პოლიტიკური თანამდებობის პირის პოლიტიკური თანამდებობის პირის როლის შესრულება არ ეკრძალებოდა. საინტერესო ვერსია. ხალიფაური საჯარო სკოლის გუნდი ევრიკა. უპასუხებს ქეთი მიროტაძე. ჩვენ ტერმინატორი დავწერეთ და ვფიქრობთ რომ არის ტერმინატორი, იმიტომ რომ 4 ნაწილია გადაღებული და 2003 წელს კიდეც რო ყოფილიყო ერთი გადაღებული 4 ნაწილია და მის მერეც ითამაშებდა ამას. რატომ საწავიდოდით იმ კანონმდებლობას? კანონმდებლობა ყველაზე მაღალია, არავითარი სერიალი. 4 უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 4-ვე ნაწილში კი, მაგრამ 4-ვე ნაწილში არის თვითონ არნოლდ შვარცენეგერი. და გამონაკლისს დაუშვებდნენ? კი. ალბათ გონია რომ ეს არის. კი ბატონო, თქვენ გახსოვთ რომ 3-ში 2002 წლამდე 3 იყო გადაღებული და მე-4-ს თუ არ ითამაშებდა საიდან? ეს როლი იყო ტერმინატორი. საინტერესო ვერსია ტერმინატორი. კაცხის საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი. გვიპასუხებს ოთარ ჩიხელიძე. ჩვენ ამ კითხვას დავაფიქსირეთ საკუთარი თავის თამაში. საკუთარი თავის? რადგან არც ერთ ადამიანს შეიძლება აუგზავნო რაიმე პროფესია, რომელიც მას გააჩნია ამის თამაში, კანონის მიხედვით, მაგრამ ადამიანს იმას ვერ აუგზავნო თავის თავის თამაში. მე ვერც ვიტყვი რომ ყველა ადამიანს თავისი ნიღაბი გააჩნია და ყოველ დღე სხვადასხვა რამეს თამაშობს. ეს თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და ალბათ შეიძლება რომ პასუხის ლოგიკური იყოს. მენიშნა თქვენი პასუხი. საკუთარი თავის თამაში თუ აუკრძალა. დიახ. მას ნიღაბი გაიკეთა, ესე იგი და სხვა ითამაშა. დიახ. ადამიანი იყო სხვითი თამაში. დიახ, ადამიანს შეუძლია. საინტერესო ვერსია. ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი. პასუხებს ნინო აბესაძე. ჩვენ დავაფიქსირეთ გუბერნატორი. გუბერნატორი. და ეთანხმებით მე-7-ს? კი. მე-7-ს. დაფიქსირდა გუბერნატორი. ძალიან კარგად აიხსნა პასუხი მეტეორიდან. მართლაც, როგორ შეიძლება ადამიანს აუგზავნოს თავისი თამაში? შეიძლება აუგზავნოს, მაგრამ გამოუვას სხვისი თამაში მაშინ. სხვისი თამაში კიდე კანონმდებლობით დაკრძალული იყო. დარჩა შემთხვევა, რომ ვერ აუგზავნებდნენ საკუთარი თავის თამაში. გუბერნატორი, ანუ არნოლდ შვარცენეგერი. თამაში დასმულია 4 კითხვა. 4 კითხვის შედეგად თითოეული მონაწილე გუნდის მიერ მოპოვებულ რეიტინგულ ქულას გაგაცნობთ რეკლამის შემდეგ. რეკლამა იმერვიზიის არხზე. არ გადართოთ. მალე დავბრუნდებით. შესანიშნავ ვიდეოს წარმოგიდგენთ. სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია და ჭიათურის მუნიციპალიტეტი. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ჭიათურიდან და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი. შესანიშნავ ვიდეოს წარმოგიდგენთ. სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია და ჭიათურის მუნიციპალიტეტი. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ჭიათურიდან და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი. ეს გახლავთ ინტელექტუალური თამაშის შესანიშნავი ვიდეოული. გაგაცნობთ 4 კითხვის შედეგად თითოეული გუნდის მიერ მოპოვებულ რეიტინგულ ქულას. მე-7 საჯარო სკოლის გუნდი მე-7 4 ქულა. იგოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწივი 0 ქულა. ხალიფაური საჯარო სკოლის გუნდი ევრიკა 0 ქულა. კაცხის საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი 1 ქულა. სკოლა ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი 1 ქულა. თამაშის მე-5 კითხვა. სერიალში ტურისტები საკორწინო მოგზაურობის დროს მთავარი პერსონაჟი ხსნის ჩემოდანს და ამბობს. სერიალში ტურისტები
მთავარი პერსონაჟი ხსნის ჩემოდანს და ამბობს: კარგი იქნებოდა აქ 1 ბიდონი ტეკილა და 1 ცენტნერი ლიმონიც რომ იყოს. ყურადღება, შეკითხვა. რა ჩაუდო მთავარი პერსონაჟის დედამ ჩემოდანში ახალ დაქორწინებულებს წყვილს გამგზავრების წინ? სამზომი ჩაერთო. შეკითხვისათვის გამკუთვნილი დროა მოიწურა, გვიპასუხებს მე-7 საჯარო სკოლის გუნდი მე-7. გუგა გიპასუხებს. გუგა, აბა რა გაატანა დედამ? ახალ დაქორწინებულ. დედამ გაატანა მარილი. მარილი. დიახ. ერთი ჩემოდანი. არა, ერთი ჩემოდანი არ ჩაუდო ჩემოდანში მარილი. ჩემოდანი ჩაუდო რატო? იმიტომ რომ ტეკილას როცა შევავენ, ეგ არის ლიმონი და მარილს იყრიან კიდე ხელზე. არის ასეთი ტეკილის დალევის ერთგვარი. ტეკილა, მე არ ვიცოდი მართალი გითხრა. ტეკილას რომ დალევ, ხელშეკითხავთ ალბათ. შეგიძლია და ლიმონს აყოლებენ ტეკილას. კიდე ხელზე მარილს იყრიან. მარილს არ? ხელზე იყრიან მარილს და ლაკავი. აჰა. სხვარი რომ ლოკავდა მარილს ვიცი, მაგრამ თურმე ტეკილას დალევის დროს ადამიანები ლოკავთ საინტერესო და მეტად მხიარული პასუხია. მარილი. ნიგოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწი. ჩვენ დავაფიქსირეთ კოქტეილი. კოქტეილი და ალბათ შაქარი თუ მარილიდან გამომდინარე. რატომ კოქტეილი? რა ვიცი, ალბათ კოქტეილი როგორ უნდა გაეტანებიათ? ბიდონში ჩასმული? ჩემოდანში ვერ ჩასმა. ჩემოდანში შესაბამისად ვერ ჩასმა. კარგი იყო, მაგრამ ალბათ დაქორწინებულ წყვილს ქონოდა კოქტეილი. დაფიქსირდა კოქტეილი. ხალიფაური საჯარო სკოლის გუნდი ევრიკა. პასუხობს მირანდა კაციდაც. ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ მარილი. მარილიდან ჩვენ თვითონ ის რომ ლიმონი, არაყი და მარილი ერთად რაღაც კონტრაქტში კარგად რამდენი ლას ხდება? მარილი რა. შეიძლება იმდენად რომ ცუდი დედამთილი იყო და ცოლქმარი რო იყვნენ მარილი მაინც რაღაც ისე უბედურების ის არის რაღაც დაიბნევა და რაღაცა და შეიძლება მაგიტომაც რომ იმათმა ის უგულისხმეს და ერთი ჩემოდანი მარილი რო გაეტანებინათ. არა, შეიძლება ჩემოდანში სხვა რამეც იდო, მაგრამ შეიძლება მამათ გამოეყენებინათ მეფე დედოფალს. არა, რამდენი დრო დაჭიდებოდა? არა, მაგრამ ხო შეიძლება რომ ცოტა იყო მარილიც, სხვა რამე ნივთებთანაც ერთად იყო მარილი. დამეთახეთ 1 კილო მარილზე. იყოს მარილი, 1 კილო მარილი. დაფიქსირდა კვლავ მარილი. კაცხი საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი. ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს ლიკა ლოლაძე. ლიკა. ჩვენც ვეთანხმებით გუნდებს და დავაფიქსირეთ მარილი. ჩვენ რაოდენობას? არა, ხა მთელ ჩემოდანს არ გაატანდა, მაგრამ რაღაც რაოდენობის. მაინც რაღაც რაოდენობის რა? ალბათ სიმძიმის გამო ახლა. ორი მეგობარი რო გამოცადოთ? მეგობარი რო გამოიშვა, მასთან ერთ ტონა მარილი უნდა შეჭამო. არა, თუნდაც მარილი უნდა ჭამო. რამდენი? 1 ფუთი. ფუთი რამდენი? 6 კილო. დაფიქსირდა? მარილი. მარილი დაფიქსირდა. სკოლა ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი. უპასუხებს იოსებ გაფრინდაშვილი. იოსებ. აბა, თქვენ რა ვერსია? ჩვენ დავწერეთ თაფლი, მაგრამ ვფიქრობთ მარიც. მე სევის ვარ ქონოს თაფლი. თაფლი. მე მგონი თაფ მაშინ აგდებენ. თაფ და ბურაბეს. დაფიქსირეთ? თაფლი. მაგრამ ახალი ვერსია თაფლი და არა მარილი. ეხლა ყურადღება, სწორი პასუხი. სწორი პასუხი, რომ დედას გამოეცნო, თუ როგორი ერთგულები იქნებოდნენ ისინი თავისი ცხოვრების დიდ მანძილზე, უნდა გაეტანებინა მართლაც მარილი, მაგრამ
მარილი რამდენი? ერთი ჩემოდან. ერთი? კილო არა. ცენტრი. როგორი? ერთი ფუთი, აგერ მეტეორის პასუხო. მართლაც გამოთქვა გახსოვთ. თუ გვინდა გამოვცადოთ, ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამონ ერთად. და თუ ეს მოხდებოდა, ერთგულება გარანტირებული იქნებოდა. სწორი პასუხია, ერთი ფუთი მარილი. ყურადღება, თამაშის მეექვსე კითხვა. რომელ ქალაქშია ტრაფალგარის მოედანი? წამძომი ჩაერთო. ვისმინოთ მეექვსე კითხვის პასუხი. გვიპასუხებს მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდი მეშვიდე. ეკა გიპასუხეთ. ჩვენ დავაფიქსირეთ ლონდონი. ლონდონი. ასე დარწმუნებით, მე თქვენ ძალიან სწრაფად მომაწოდეთ ფურცე. ვიცოდით ასე და დავაფიქსირეთ. არა, სამწუხაროდ. გავხიდეთ, სამწუხაროდ. კარგად. კარგი იქნება რომ ჩვენ ისეთი იმის საშუალება გქონდეს რომ სუპერფინალურ თამაშს მართავდეს ჩავისვირა ქალაქში არა? ლონდონში. ნახოთ იქნება ამის დროც დადგეს. დაფიქსირდა ქალაქი ლონდონი. ნიგოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწივ. კითხოს პასუხს ნათია ლაბაძე. ჩვენ ბერლის ჯალობის შემდეგ დავაფიქსირეთ პასუხი ლონდონი. ლონდონი. გიყვართ ლონდონი ქალაქი? რომელი ქვეყანაშია ლონდონი? დიდი ბრიტანეთში, ინგლისში. დიდი ბრიტანეთში. დაფიქსირდა კვლავ ლონდონი. ხალიფაური საჯარო სკოლის გუნდი ევრიკა. პასუხებ მე თვითონ მქონდა ორი ვერსია ლონდონი და ბერლინი და გადავწყვეტ ბერლინი. ბერლინი რატომ არ ბერლინში მოგზაურობა იქნება ცუდი? ნახოთ, სად მოგვიწევს მოგზაურობა. ბერლინში თუ ლონდონში? დაფიქსირდა ბერლინი. კაცხი საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი. შევეცდები ამ შეკითხვას თვითონ გავცე პასუხი და ჩვენც ანალოგიურად დავაფიქსირეთ, რომ ეს არის ლონდონი. ლონდონი, მესამედ ლონდონი. სკოლა ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი. ეს ქალაქი არის ლონდონი. 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 რა გაეწყობა? თქვენ ისე კარგად იცნობთ სახელმწიფოებს, მათ დედაქალაქებს და უფრო მეტიც თავარ მოედნებს ამ ქალაქებში. სწორი პასუხია ლონდონი. თამაში დასმულია 6 კითხვა. თამაში მეტად საინტერესოდ მიმდინარეობს. ამაზე მეტყველებს რეიტინგული ქულების მატებას. მაგრამ სანამ რეიტინგულ ქულებს გაგაცნობდეთ, რეკლამა იმერვიზიის ახსე. არ გადავდოთ, რამოდენიმე წუთი დავბრუნდებით. შესანიშნავ შვიდეულს წარმოგიდგენთ. სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია და ჭიათურის მუნიციპალიტეტი. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ჭიათურიდან და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი. შესანიშნავ შვიდეულს წარმოგიდგენთ. სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია და ჭიათურის მუნიციპალიტეტი. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ჭიათურიდან და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი. ეს გახლავთ ინტელექტუალური თამაშის შესანიშნავი შვიდეული. გაგაცნობთ 6 კითხვის შედეგად თითეული გუნდის მიერ პოპულარულ რეიტინგულ ქულას. მეშვიდე საჯარო სკოლის გუნდი მეშვიდე, 6 ქულა. ნიგოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწივი, 1 ქულა.
ხალიფაური საჯარო სკოლის გუნდი ევრიკა 1 ქულა. კაცხის საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი 3 ქულა. სკოლა ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი 2 ქულა. ყურადღება, თამაშის მე-7 კითხვა. 1974 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო კოდექსში შეიტანეს ახალი თავი. ციტატა. კითხულობ. რიგ შემთხვევაში პაციენტებს ერღვევათ ბიორიტმები, რადგანაც ვერ აღიქვამენ განათების ბუნებრივ ცვლილებებს. ეს უარყოფითად მოქმედებს მათ მდგომარეობაზე და ხელს უშლის მკურნალობას და გამოჯამრთელებას. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატებში ყველა პალატის აუცილებელი ატრიბუტი გახდა. თქვენ უნდა მიპასუხოთ, სწორედ რა გახდა? წამდომი ჩაიგდო. შეკითხვისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. უნდა მიპასუხოთ, რა დაამატეს პალატებს, რაც ხელს უშლიდა მათ გამოჯამრთელებას, ავადმყოფების გამოჯამრთელებას. გვიპასუხებთ მე-7 საჯარო სკოლის გუნდი მე-7. არ ვარ დარწმუნებული ჩვენ პასუხის ისტორიას, მაგრამ ჩვენ დავაფიქსირეთ ჟალუზი. ჟალუზი დაამატეს. რატომ ჟალუზი დაამატეს? რომ ჩამოეფარებინათ ჟალუზი? ალბათ რომ უფრო კარგად გამოეყოთ ერთმანეთსაგან ან დღე ან ღამე ან უბრალოდ გარეთ სინათლის ცვლილება. ესე იგი ჟალუზის ფიქსირებით შეიძლებოდა პაციენტისთვის ეკონტროლებინათ სინათლი გარეთ. სინათლი აღქვა. კი. დაფიქსირდა ჟალუზი. ვერსია ჟალუზი. ნიგოზეთის საჯარო სკოლის გუნდი არწი. ჩვენც ანალოგიური პასუხი დავაფიქსირეთ ჟალუზი და რამდენად სწორია. ჩამოაფარებდნენ და მე უფრო აღიქვამდნენ ავადმყოფები. არ ვიყავით სწორ პასუხში და დარწმუნებული, მაგრამ დავაფიქსირეთ ჟალუზი. ჟალუზი. კვლავ ჟალუზი. ხალიფაური საჯარო სკოლის გუნდი ევრიკა. პასუხებს გიორგი ბეჟანიშვილი. ლინზა დავაფიქსირეთ ჩვენ. როგორ? ლინზა თვალი. ლინზა. თვალი. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ. ჟალუზი თქონდა ეს ვერსია. ჟალუზი. და ლინზა. ალბათ ლინზას შუქის შემკრები ლინზა. დაფიქსირდა ლინზა. კაცხის საჯარო სკოლის გუნდი მეტეორი. შევეცდები ამ შეკითხვას კვლავ მე გავცე პასუხი. ჩვენ მქონდა ორი ვერსია, ეს იყო ჟალუზები და სათვალე, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ სათვალე დაგვიფიქსირებინა. სათვალე, იგივე ლინზა, შემკრები სათვალე, სხივები შეეკრიბა და მოხსნიდნენ და გაუკეთეს. დაფიქსირდა სათვალე. სკოლა ლიცეუმის გუნდი ჩირაღდანი. უპასუხებს თეონა გველესია. თეონა. ჩვენ დავაფიქსირეთ ფარდა. ფარდა? ფარდა რატომ? სინათლეს აკონტროლებდნენ ამით. ამით აკონტროლებდნენ სინათლეს. რამდენად განთებული იქნებოდა. და მანამდე ფარდები არ ეკიდა. სავალდებულა შესაძლოა არ ყოფილიყო. ანუ ჩვენ გვაქვს ასეთი ვერსია, რომ შეიძლება ეს იყოს ჟალუზიც, რა თქმა უნდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან ორივე არეგულირებს სინათლეს, დავწერეთ ფარდა, იმიტომ რომ მანამდეაც იყო ფარდა აღნიშნული. თინა 14 წელს უფრო. შეიძლება ეს ჟალუზიც იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ორივე სინათლის განიცავს, მე მგონი არსებით განსხვავება მათ შორის არ უნდა იყოს. დაფიქსირდა ფარდა. ხუთივე გუნდი ძალიან ახლოს იყავით სწორ პასუხთან. მაგრამ საქმე იმაშია, მანამდე იმ პალატებს ეს არ ქონდათ. რა? ფანჯარა. რას ვიზავთ რომ დროში დრო არ გეყოთ? სწორი პასუხია ფანჯარა. ფანჯარა. ყურადღება,
თამაში დაიწყო 7 კითხვა. მე 7 კითხვამ რეიტინგში თვლებები ვერ შეიტანა. მე მინდა აღვნიშნო თქვენი კარგი თამაში, განსაკუთრებით მეტეორის რამდენადაც ისინი ახალბედები არიან თქვენ თამაში და 3 ქულით მიდიან. ეს პატარა წარმატება არ არის. მე მგერა რომ ის 3 ქულა მომავალში როგორც მე-7-ეს თავის გამოცდილებით და დღევანდელი თამაშის გამარჯვებით მიაღწია, ისე მიაღწევენ ისიც. დღევანდელი თამაში გამარჯვებული მე-7 საჯარო სკოლის გუნდი მე-7 მიულოდოთ და უსურვოთ მომავალში წარმატებები. ეს გახლავთ ინტელექტუალური თამაშის შესანიშნავი ვიდეოები. ჩვენ ყველანი ერთმანეთს შევხვდებით მომავალ კვირას იმერვიზიის სახლზე. გმადლობთ.